და ვისი ცოლის დაქალები? გაიცანით, ჩემი ცოლი და ჩემი ცოლის დაქალები. რა თქმა უნდა, დათოს ცოლის დაქალები. მე გადავჭდები აქ. მიდი შენმანდეთ მე აქეთ გადმოვხდები. ჩვენ აქეთ მოვკალათდებით ბოთრიძეები. ჩვენ მერე გაკოცეთ. ეშლის კომფორტულ ავეჯში. გახსოვს ის სერიალი გადიოდა ჩეცედას რაზე. აი ხლა გამოგვიტყდი და ვინ არის შენთვის, ნუ დათოსთვის, ჩათვალე რომ პერსონაჟს ვეკითხები, ყველაზე რთული ცოლის დაქალი. ერთ იმდენი თაყვანისმცემელი ყავს, რომ ერთ-ერთი აეროპორტში გაყვანა და ავიწყდა. ვაიმე, სანდრო. მეორეს მანქანა არ უყიდეს და ამის გამო სამყარო, ანუ სამზარეულო თავზე დაენგრა. და მზად არის მოხუცი დედამთილი წამებით მოკლას. წადი ფეხბურთს უყურე რა. მესამე, ამ ორს ვითომ ჭუაზე არიგებს და ცხოვრებას ასწავლის და არიან ასე ბედნიერად. ჩემგან რაღა გინდა? აი საბრძოლო და რთული მაინც თინიკო ასე არა ხო ნუ ეგრეც ვიცოდი. არა, მიაკითხო და შეყვარებულები შეურჩიო ეგ არა. არა ნუ ეხა ერთობოდა კაცო, ერთობოდა პირიქით. შეგო საუბრების ხონდა ხოლმე იქ ეს გულითადი და ხო თინიკოსთან რა გა? არა ნუ ისე მუდმივად თქვენი ყოფა ჩვენთან საერთოდ. იმიტომ რომ შენ იყავი ფემინისტი და ის იყო ამის გონებაში. ხო, მაგრამ რო გაგიჭირდა ვის მიმართე? რო გაგიჭირდა ვის მიმართე? ისთან დაჭეფი გულით სალაპარაკო. აი ესე მართალია, ნახე, აი მიადგა იმ წუთში. ურთიერთობა. სულ მაგას ამბობს დათო, რომ აი შენი ხო, რო გეუბნებიან შენი დაქალები, თინას გულისხმობს, რომ თინას რაღაცა აზრებს ხარ აყოლილიო. ხო მოგზავნე. ვისთან ქონია შენ ის არაფია, ომი გამოცხადებული. თინა მოგაგზავნაო. თინა მოგაგზავნაო. ლევანიკო, გითხარი ახლა რა გაქვს საერთო შენ გმირთან? ჩვენ ვილაპარაკეთ. ყველაფერი მოვყევით მაგაზე. მე მგონი ამ გმირებმა ჩვენ დაგვიმსგავსეს ამათ, გმირებმა დაგვიმსგავსეს. ჩვენ საერთოდ არა გავყევით. ზუსტად ვიცი რასაც ამბობს. მეც რო გავთხოვდი დავიწყე ნინობა. არაფერი საერთო არა, დაგვიმსგავსეს ამათმა რა. მე ასე ვარ. ხო მგონია რომ ნინებში ვართ და უბრალოდ გადაწყობას ველოდები. ველოდები და ჭარავთ. ხო იცი რა გითხარი? მე როგორც ვიცი, შენ გახსოვს რა უნდა ყოფილიყო სერიალის თავდაპირველი სათაური. ჩემი ცოლის ჩახოხბილი. სერიოზულად? არა, ეს მაიმ არ არსებობს. და ან სოუზი თუ რაღაცა ესე. აი რა სამ. არა, იყო რა. კიდე დაიდაქალებს დაქალები და არ ვიცოდი. იყო. ანუ ჩემი ცოლის ჩახოხბილი უნდა რქვა. ჩახოხბილი. არა თქვენო. ეგ აზრი. ჩვენ ჩახოხბილები. მაგრამ ნუ ტრიალებდა ეგ აზრი. ვა, რა საინტერესო პირველად გავიგე. იყო ეგეთი მომენტი რომ დათო ძალიან აუტანელი გახდა შენთვის, ძალიან მომაბეზრებელი, რაღაცა თვალსაზრისით. თვითონ გმირი. არა, მიყვარდა ძალიან და მიყვარს ეხლაც. არა, მე მქონდა მაგალითად თინას მიმართ რაღაცებზე, აი დედამისი რო ავათი იყო და ცოტა უხეშად რო ელაპარაკებოდა, აი ხა აუტანელი არ გამხდარა, მაგრამ მქონდა პროტესტები და აი მაგას გეკითხება ზუსტად რო აი მონაკვეთებს ვიტყვი რა სეზონები გადავდოთ, რომ აი ღალატიდან მოყოლებული, მე შენი ნინას ავადმყოფობით. სულ შენი ბრალია ყველაფერი მაგას აბრალე. აი ეს იყო თული და საინტერესოს, ნუ კი, ჩვენ ისე გვიხარო და ხახტო ღალატი სცენარო დაიწერა, უბედნიერესი ვიყავით, რომ მაყურებელმა კი ირკინაღამ გალახა ვიღაცებს სახელ როგორც დაბასა. ქუჩაში ქალებმა მოყვეთ ეგეთ რა მაშინ. ხო, როგორ გიყურებდნენ ნინას რო უღალატე, ითქვას ყველაფერი. აი ეს მაშინ ის რო გავიდას ეს სერია და რო გათენდა და რო გავედი გარეთ, აი ჰაი რო გაიყინება ხო მივხვდი რომ რაღაცა აი საშინელება მოხდა და ვაიმე. ხო არა აი იყო რომ ალმაცერად რო და გიყურებს. მე არა რო პირდაპირ შეუძლიათ რომ მე მაშინ მივხვდი რომ სახალხო იყო ეს სერიალი. პირდაპირ შეუძლიათ რა? მოვიდეს და გითხრას რომ ნუ აი ამას მოაკეთე. არა ხარ მართალი. არა ხარ მართალი. როგორც შე რო იცოდი ხოლმე კაი ფრაზების აი იყო ასეთი ფრაზა მაგალითად ამიტომ რომ რა არის შვილო იციო არც ერთი ქალი არ ღირს შენი შვილების ცრემლებად აი იქ მივხვდი რომ ესე იგი ჩვენ ყველა სახლში და გულში და გონებაში მივედი აი ესე მითხრა ისი რა გითხრაო აიო ეგრე არის ისე სწორი უთქვამს ზოგადად სწორი უთქვამს ნამდვილად მე ის სახლში დაბრუნებად
ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ სახლში დაბრუნდე. ვაიმე. და შემოირიგო ეს გოგო. მაგ დროს რა უნდა უპასუხო, რაღაც რიზე აწყენენ. მე ტოვებდი ის ჯეროდეს როგორც რას იზავე. ხო ის წარწერები კიდე ამ მესამე სეზონთან იქ სადაც იყო. სტომატოლოგიური. იმ კლინიკა სადაც იყო იმ ქუჩა წარწერებს შეტოვებდნენ. რატო დაბრუნდი სახლში და ხო, ნუ ღალატობ, რაღაცა არსებობს მაგის ბევრი ფოტოები ზუსტად არ აქვს. ისეთი ნუ ცუდები? არა, ნუ უზრდელობები? ხო.